გადაცემას სწორედ ივენტ ინდუსტრიაზე საუბრით ვაგრძელებთ. ღონისძიება დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ლამაზი საღამო, თანამედროვე რეალობაში ეს არის სტრატეგია, კომუნიკაცია და რეპუტაციის მართვა ერთდროულად. კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ ივენთებს, როგორც ინსტრუმენტს ბრენდის გასაძლიერებლად, პარტნიორების მოსაზიდად და თანამშრომლებთან ურთიერთობის გასამყარებლად. მეორე მხარეს კი ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებია, თუ რა მოთხოვნებია ბაზარზე, როგორ ვითარდება საქართველოში ივენთების ორგანიზების ბიზნესი, Event Group Emotion-ის დამფუძნებელთან საბა გრძელიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით საბა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სასიამოვნო და მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ და საინტერესოა ადგილობრივი გამოცდილებით შევაფასოთ ტენდენციები, ვინ არიან ძირითადად მომხმარებლები, ბიზნესი თუ კერძო პირები და ასევე რამდენად არის გაზრდილი მოთხოვნა თქვენ სერვისზე, რადგან ხართ და რჩებით ამ ბიზნესში. ფაქტია, რომ საქართველოშიც ეს მიმართულება ძალიან წარმატებულად და დინამიურად ვითარდება. მადლობა, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მართალია თემა საკმაოდ მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა საქართველოს ბაზარზე, თამამად შეიძლება ითქვას. თუ მივყვებით ტენდენციებს და გავითვალისწინებთ მოთხოვნების რაოდენობას, ვიტყვით, რომ ჩემთვის საინტერესო იყო თქვენი მონაცემების მოსმენა, ჩემთვისაც და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც კერძო ადამიანები, ასევე მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესები შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირად აბალანსებენ ამ ბაზარს და მოთხოვნის ნაწილი თანაბრად შეიძლება იქნას გადანაწილებული მაგ ყველა მიმართულებაზე. რაც შეეხება მიწოდების ნაწილს, მიწოდებაც არ ჩამორჩება, საქართველოს ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანი, საკმაოდ დიდი და საინტერესო არის ამ მიმართულებით. ბევრი დამწყები, უკვე კარგად გამოცდილი ივენთ კომპანიები არსებობენ ბაზარზე, არსებობენ კერძო ადამიანები, რომლებსაც აქვთ ივენთ მენეჯერების სტატუსი, ასე რა ვთქვათ, რომლებიც ამ მოთხოვნის ნაწილს ამაყად ძალიან კარგად და შესაბამისად უძღვებიან და ახდენენ მიწოდებას მომხმარებლებთან. სწორედ აღნიშნეთ, ეხლა არის ძალიან კარგი პერიოდი, ზოგადად ამ ბიზნესის თვალსაზრისით იყოფა გარკვეულ პერიოდებად და აღნიშნეთ კიდეც, რომ ეხლა არის გამოსაშვები პერიოდების სამზადისის ძირითადი ნაწილი, ისე როგორც ქორწილები, კორპორაციული ნაწილი კომპანიებისა, ახალი წელი იყო კვეთრად გამოკვეთილი კორპორაციული ნაწილი, დეკემბერი, იანვარი და თებერვლის ბოლომდე ეს არის ბიზნესებისთვის კორპორატიული ღონისძიებების ესე რა ვთქვათ, დაგეგმვის და განხორციელების პროცესი. ეხლა იწყება ქორწილების მიმართულება, რომლებიც ცალსახად ცხადად სულ ეტაპობრივად მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ბანკეტების და ბოლოზარების მნიშვნელოვანი პერიოდი მოდის და მკვეთრად დაიწყო ამ მიმართულებით. უკვე დიდი ხანია თვეებია შეკვეთებზე საუბარი და მოსამზადებელი პერიოდი ამ ყველაფრისთვის. საბა, საინტერესოა, როგორ შეიცვალა ივენთების როლი ბიზნეს კომუნიკაციაში, რა დროიდან არის ჩვენთან ქართულ ბაზარზე ეს რეალობა და რა პერიოდიდან უკვე ბიზნესი აღარ აღიქვამს მსგავს ივენთებს ერთჯერად ხარჯად. კი ბატონო, სწორედ აღნიშნეთ, დიდი ხანია უკვე დაიწყო ეს პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია გაზრების თვალსაზრისით ტენდენცია, რომ ადამიანები, როგორც კერძო პირები, ასევე ბიზნესები მიხვდნენ, რომ დეკორი აღარ არის მხოლოდ დეკორაცია და თუ კი დავიყვანთ იქამდე, რომ დეკორს და დეკორაციას გაცილებით უფრო მეტი აზრი აქვს და ამ ღონისძიებას, რომელშიც ისინი ხარჯად აღიქვამენ, აღარ არის მხოლოდ ხარჯი, მნიშვნელოვანია მივხვდეთ, რომ უფრო მეტია ეს ყველაფერი, ვიდრე უბრალოდ დეკორი და დეკორაცია. თუ დავიყვანთ იმდანამდე, რომ ეს არის ემოცია, არის გამოცდილება და გაცილებით უფრო მეტის მთქმელი არის პროცესში, ვიდრე აქამდე იყო. თავიდან იყო მოთხოვნა უბრალოდ სივრცის გალამაზებისთვის დეკორის და დეკორაციის შემოტანა პროცესში, ეხლა არის ემოციის შემოტანა კონკრეტულ ღონისძიებებზე და ისწავლეს ბიზნესებმა სწორი კომუნიკაცია ამ კუთხით, დავსწავლობთ ჩვენც როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ივენთ მენეჯერები, ივენთ კომპანიის წარმომადგენლები, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი სწორად, იმისთვის რომ დეკორაცია საუბრობდეს და ამბობდეს იმას, რაც პროცესში უნდა ითქვას. ეს პროცესი დაახლოებით ჩემი კომპანია 3 წელზე მეტია რაც არსებობს, თუმცა უფრო დიდი ხანია რაც ამ პროცესში ვარ და თავიდანვე იყო ბიზნესების მხრიდან მსგავსი მიმართულების მოთხოვნა. შეიძლება გამოიკვეთოს, თავიდან უფრო აქტიურად იყო გახსნის ცერემონიები, ასე რომ ვთქვათ, რომ მაშინ ახალი ბიზნესი იხსნებოდა და იწყებდა ფუნქციონირებას, მათი მოთხოვნა იყო, რომ გახსნის პროცესი ყოფილიყო ცოტა უფრო პომპეზური, რომ კომპანიას თავიდანვე ბაზარზე რაღაც ეთქვა. სწორი პოზიციონირებით გამოჩენილი. კი ბატონო და
ხო, უფრო ეფექტურად შემოსულიყო ბაზარზე, ვიდრე სტანდარტულად უბრალოდ კარი შეეღო თავისი ბიზნესის, რომელშიც ბევრი შრომა, ბევრი დღე და ბევრი, ესე რა ვთქვათ, რესურსი ჩადო. ამას ამატებდა ამ რესურსს ჩვენი კომპანიის რესურსს, ესე რა ვთქვათ, ან ნებისმიერი სხვა კომპანიის რესურსს, იქირავებდა წამყვანს, რომელიც ამ ღონისძიებას ლამაზ ფორმას სცემდა, აკეთებდა ფოტოზონას, სადაც შუაში აუცილებლად განთავსებული იქნებოდა კომპანიის ლოგო, რომელთანაც ფოტოს გადაღება ძალიან ნაცნობი სცენარია, რასაც ახლა თქვენ გვიყვებით. დიახ. ტენდენცია გრძელდება, პროცესი დაახლოებით იგივეა ეხლაც, უბრალოდ მეტი დახვეწილობით, მეტი განვითარებით, უფრო მეტი ინტერესი და უფრო მეტი საჭიროებით, რომ ლოგოს ეხლა უბრალოდ ლოგოს სახე აღარ აქვს, შეიძლება კომპანიის თემატიკა და ლოგო სხვა ფორმით წარმოჩინდეს დიზაინში, ვიდრე უბრალოდ კომპანიის კონკრეტული ლოგო. გასაგებია, ანუ იყოს მეტად საინტერესო წაკითხვადი ეს ყველაფერი. ხომ ასეა, კონკურენციაზე მინდა გკითხოთ ბაზარზე და კონკურენციიდან გამომდინარე, კონკურენცია ყოველთვის ზრდის ხარისხს ალბათ და მეთანხმებით. ერთის მხრივ ივენთ კომპანიები თუ მიყვებიან ტენდენციებს, მომხმარებლების მოთხოვნა რამდენად არის გაზრდილი ამის პარალელურად და საფასო სეგმენტიც ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად პასუხობს, თქვათ, ფასი ხარისხს. კი ბატონო. ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია, საკმაოდ არა, ძალიან მრავალფეროვანია. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ნებისმიერ ბიუჯეტზე მორგებული ივენთ კომპანია, რომელიც თქვენს ნებისმიერ საჭიროებას დააკმაყოფილებს. აქ უკვე იწყება მეორე ამბავი, მათი გამოცდილების, შედეგების და ესე რა ვთქვათ, მოლოდინების გამართლების პროცესი. ბაზარი, როგორც აღვნიშნე, ძალიან დიდია, საგრძნობლად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, რადგან უფრო მეტი შესაძლებლობა გახდა ამ კუთხით, უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა თუნდაც ყველა ის დეკორაცია, ყველა ის საჭირო ნიუანსი, ყველა ის პროცესი, რომელიც ღონისძიებებს ქმნის, ამასთან ადამიანებს უფრო მეტი შემხელობა გაუჩნდათ და ამ სფეროთი დაინტერესებული ბევრი ადამიანი უფრო მარტივად შემოვიდა პროცესში. როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს ალბათ მომხმარებლის გადასაწყვეტია. მე ყოველთვის ვერიდები შეფასებას როგორც კომპანიის წარმომადგენელი დიზაინერის მიმართ. ეს ყველაფერი მომხმარებელმა უნდა გააკეთოს. ჩემთვის შეიძლება კონკრეტული დიზაინი არ იყოს მისაღები, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნა ის ყოფილიყო ზუსტად და მომხმარებელი ძალიან ბედნიერი იყოს მისი დიზაინერის შექმნილი დიზაინით. ზუსტად ეს არის და ჩემი მუშაობის სპეციფიკაცია ეს არის, რომ პროცესში ერთადერთი პიროვნება, რომელიც ყველას ბედნიერი უნდა იყოს, ეს არის დამკვეთი, უნდა მისთვის კონკრეტული ღონისძიება უნდა იყოს ის, რაც მის ჩანაფიქრი იყო. ან ცოტა უფრო მეტი, ან ის ზუსტად რაც მისი მოთხოვნა იყო. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მრავალფეროვნიდან გამომდინარე, ნებისმიერ ბიუჯეტზე გათვლილ მომხმარებელს შეუძლია იპოვოს მისი ივენთ კომპანია, მისი ივენთ მენეჯერი და მისი ჩანაფიქრი განახორციელოს. ერთი საინტერესო პროცესი და ფრაზა არის ეს, რომ ძიმე ნაწილია დიზაინერებისთვის, რომ პირველი დიალოგი ყოველთვის ან 10-დან 8 შემთხვევაში იწყება, რომ ვეძებთ ბიუჯეტურს. თუმცა საინტერესოა, რომ მათი მოთხოვნები საკმაოდ არაბიუჯეტურია და ამის ბალანსი გვიჭირს დიზაინერებს და ხშირად გვაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით საუბარი განხილვა მაგალითად კონკრეტული ღონისძიების ბიუჯეტზე, რომ აი ვინ დიზაინერი რა ბიუჯეტში გააკეთებდა. მაგრამ პოულობთ ალბათ ოქროს შუალედს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ყველაზე მთავარია მომხმარებელი იყოს ბედნიერი და აუცილებელია, რომ გაითვალისწინო ყველაფერი. თუმცა ყოველთვის არის მეორე ნაწილი, კომპანია ყოველთვის თავაზობს თავის მომხმარებელს შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ბიუჯეტურ ნაწილს იმისთვის, რომ მომხმარებელი არ დაკარგოს, იყოს ბედნიერი, თუმცა აუცილებელია მომხმარებლის მოთხოვნა და მისი ბიუჯეტი ერთმანეთთან დახვედრაში იყოს. კი ბატონო და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ივენთ კომპანიების მუშაობაში და არა მხოლოდ ალბათ არის განსხვავებულობა. ხომ ასეა, განსხვავებული ნიშის პოვნა და თქვენი კომპანიის შემთხვევაში ეს არის ივენთ მენეჯმენტის კურსები, რომელსაც თავაზობთ ბაზარს. პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ სწორედ აქედან გამომდინარე თქვენს ბაზაზე ცდილობთ, რომ ბაზარს პროფესიონალები შესთავაზოთ. რას მოიცავს თქვენი შეთავაზება, რომ გითხრათ და რატომ სად დაინახეთ საჭიროება მსგავსი კურსის? პირველ რიგში ბევრი ნაწილი არსებობს, რითაც ივენთ კომპანიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ჩვენი ნიშა რაც მგონია რომ განგვასხვავებს სხვა პროცესებისგან არის მრავალფეროვნება შეთავაზებების თვალსაზრისით. ჩვენ არ გვაქვს ერთი კონკრეტული ჭრილი, მაგალითად არ ვემსახურებთ მხოლოდ ქორწილის მიმართულებას, ან მხოლოდ კორპორაციულ მიმართულებას. პირიქით ჩვენ ვემსახურებით როგორც კერძო პირებს, ასევე მცირე საშუალო და დიდ ბიზნესებს, დაწყებული დაბადების დღეებით და გალავახშმებით, სქესის გაგების ცერემონიებით, თუნდაც გაგრძელებული კორპორაციული შეთავაზებებით, ქორწილებით, რა თქმა უნდა და უკვე გარკვეული პერიოდია შევედით ფესტივალების დაგეგმვის პროცესშიც, რაც ითვალისწინებს იმას, რომ პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი კუთხით გაშლილი გვაქვს. სწორედ ამიტომ ამან მოგცა სითამამე იმისა და მე პირადად რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება ყველა მიმართულებით. გამომდინარე იქიდან რომ მოთხოვნა ბაზარზე არსებობს ადამიანებისა, რომელსაც სურს ყველაფერი ეს პროცესი შეისწავლონ ხარისხიანად და მიიღონ გამოცდილება მრავალფეროვანი კუთხით, ჩემი აზრით ჩვენი ივენტ კომპანია ამის საშუალებას თამამად იძლევა, რადგან ჩვენ შეგვიძლია რეალურ ცოდნაზე გამოცდილებით, ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკებით და თეორიული ნაწილებით შევთავაზოთ ადამიანებს ჩვენი თეორიული და პრაქტიკული კურსი, რომლის საშუალებითაც მას თუ სურვილი აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სულს უბრალოდ ამ ყველაზე ფერად და ძალიან საინტერესო სამყაროში შემოვიდეს. თუ სურვილი აქვს, აუცილებლად ჩვენი კურსი მისცემს იმის საშუალებას, რომ პირველი ნაბიჯები გადადგას და ამის შემდეგ, ისევე როგორც ყველა სფეროში, ჩვენთანაც საჭირო არის ადამიანმა ინდივიდუალურად გააგრძელოს თავისი გზა, იპოვოს ამ მრავალფეროვან სამყაროში მისი გზა, თუნდაც ეს იყოს ყველა მიმართულება და თავად შეძლოს გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რომელსაც Event Group Emotion-დან დაიწყებს. კი ბატონო და თქვენ ამით ეხმარებით ბაზარსაც კვალიფიციური პროფესიონალი კადრების დეფიციტის აღმოფხროში, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი ალბათ დამეთანხმება. ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩემს კურსზე აუცილებლად გაჟღერდება ყველა ის ნიუანსი დიზაინერების, ივენტ კომპანიების გულის ტკივილები და ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც ამ სფეროში შემოდის, თავიდანვე სწორად დაიწყოს ფუნქციონირება და მაშინ როცა მე დავიწყე ეს პროცესი, ვინმე მსგავსი, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა, მსგავსი მიმართულების რჩევები რომ მოეცა, ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი თითოეული ნაბიჯი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გადავდგი, გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა, ან უფრო სწორად გადადგმული იქნებოდა და უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. რომ ყველაზე ძვირად ფასობს და ბუნებრივია დროის მოგება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა საბა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. გაგემშვიდობებით, ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის თუ კომპანიისთვის რაღაც ეტაპზე ივენტ კომპანიასთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს უკვე როგორც ვხედავთ და საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ მას. გისურვებთ წარმატებას და სიახლეების კვალდაკვალ გელოდებით. საბა გრძელიძე Event Group Emotion-ის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.